ხო, არა, მარიკუნა, არ მithქვავს ჯერ ლაშასთვის ქეთევანი ჩამოდის, ასე უცებ ხო არ მივახლიდი, ხო? ხო და რა ვიცი, რაღაცები მოვამზადე რა, რაღაც მომზადებული მაქვს. ხო, მარიკუნა. კარგი მარიკა რა, როგორ ვიქნები ჭკუით მითხარი რა. დამტოვეთ მარტო ეხლა, როგორ ვიქნები ჭკუით? მე ვრეცხავ, მე ვალაგებ, საჭმელს მე ვაკეთებ, ვაიმე კარტოფილი. ხო, კარგი მარიკა, კარგი, მოვიდა მე მგონი. მოვიდა, ხო, კაი, მარიკუნა, kiss you too. გამარჯობა ირაკი. მოდი. აბა რაო რაღაცაო რა ხდება ერთი გამაგებინე წესიერად, ჰა? დაჯექი, მოდი. მოდი. დროზე, ლაშიკო. შენთვის მაქვს ესეთი ამბავი, აბა? ნახე. ლაშა. აბა თუ მიხვდები ვინ ჩამოდის საქართველოში ესეთი მნიშვნელოვანი ფიგურა. მაგისტვის მომიყვანე ირაკი. ვინ? აპატურაი? ლაშა, შენ რო გაგეხარდება ისეთი. ჯეიზი? ჯეიზი გაგეხარდება ეხლა შენ? არ არის ცუდი მომღერალი. კარგი, ლაშიკო, გამოცანებს გეტყვი რა. ჰა? ნახე, გამოცანებს გეტყვი. გამოცანებს. კაი, ეს მიყვარს, ეს. ხო, ნახე, ლაშა. ის იქ არის. აქ არა. ელოდება ზაქარა. ვინ არის? ზაქარა ვინ არის? დაივიწყე. შემდეგი გამოცანა. არც პეტრე, არც ვანია. ეს ხომ? ზაქარა? ლოგიკა არ გაქვს. რითმა მაინც ლექსი არ წაგიკითხავს ნუ გამაგიჟე, ლაშა. რა ვიცი ირაკი, როდის მე სკოლა გავაკეთე, მაგრამ კარგი, ერთსაც გეტყვი რა. ხო. გეხვეწები, აი ხან უნდა მიხვდე, აი ნახდაც მიხვდები, ლაშიკო, ნახე. ამის მიხვედრას რა უნდა? ქეთე? ლაური ალუდა? არა ვერ გავიგე ირაკი, რა მაწვალებ რაღა მითხარი. გაწვალებ არა, ქეთევანი ჩამოდის ამერიკიდან. კაი ერთი კაცო. კაი ერთი კაცო ხო ლამაზად მინდოდა რაღაცა არ გამომივიდა. ჩამოდის ხო მარიკა მითხრა რომ აქ არისო მარიკაო მიხედავსო ბასიბუსებსო და მე მანამდე ჩავალო და ჩემებს ნახავო. რა? ხო, დღეს მართლა ამბობ ირაკლი, ეხლა ხუმრობით ხო არ? არა, ჩამოდის ლაშა ქეთევანი. ქეთევანი ჩამოდის. ლონტი ქეთევანი. აქ ჩამოდის ირაკლი. ვიტო ეგრა გამახარა ირაკლი არ შე. ვახ ვიტო ირაკლი ირაკლი შენი ჭენი მე. ოღონდო ჯერო არავის უთხრათო თამარ სურპრიზს უკეთებო? არავინ არ გაიგოსო. ვაშე მიშიკო მამიკო მე ვარ. ხო დედიკო ჩამოდის. ხო მამიკო ხო დაუძახე მაგ გიორგის დაუძახე მამა. ოღონდო ჯერ არავის არ უთხრათო თამარმა არ მინდა გაიგოს სურპრიზს. გიორგი მამიკო მე ვარ. ხო დედიკო ჩამოდის დღეს ამერიკიდან კი მამა. ხო მე ეს დაუძახე მიდი. ოღონდო თამარს მინდა სურპრიზი გაუკეთო ჯერო არავინ არ უნდა გაიგოსო. გადი აქედან. დედა მე ვარ. დედა დღეს ჩამოდის ქეთევანი, ხო? ქეთევანი, ხო? ხო და მოკიდე ბავშვებს ხელი და ჩამოიყვანე თბილისში, ხო? კარგი დედა, კარგი. ოღონდო თამარსო სურპრიზი უნდა გაუკეთო, თამარსო. მოდი. გაიგე, სურპრიზი თამარს უნდა გაუკეთო. თამარსაც დაურეკავ, ეხლავე ირაკლი, რა პრობლემაა, მოიცა? აღარ ჩამოდის. ვინ არ ჩამოდის? აი ასე, აღარ ჩამოდის. მოვიდა SMS-ი, მარიკამ თქვა თვითმფრინა ვერ გამოფრინდა. რას ამბობ ირაკლი? ხომ ისმენ? ჰა? ხომ ისმენ ახლა, ხომ ისმენ? ამაგიტო გიმითხარი რომ გისმენ, ხო, ისე ხო ჩამოდის? დაჯექი. ხო ჩამოდის ის. დაჯექი და არ მინდა შეგილებზე დაჯექი. ხო ჩამოდის ირაკლი. კი, არ მომეკარო. არა მით. არ მომეკარო. გეხვეწები ლაშა რა? ხო. ეხლა ნახე. აჰა. ჩვენ ქეთევანს უნდა გაუკეთოთ სურპრიზი. და სურპრიზი ირაკლი? კარტოფილი. და კარტოფილი. დამეწვა. შენ რა გითხარი? სულ დაიწვა ირაკლი? არა. აი ეს
ორი ცალი გადაჭრა. ხო, ეს რა იქნება ყემლით, ჰა? მოდი. კარგია. მოდი. ირა. ვა, მაგარია. რა კარგია ეხლა ესა? ძალიან კარგია, ლაშა. ძალიან კარგია. აი წარმოიდგინე, ყოჩახს ანდრინდრო. ყოჩახ, ეს მართლაც ჩასაჭიდებელი იდეა იყო. ნახე, რომ ჩამოვა ქეთევანი, პირდაპირ შენ დაგინახოს, ხო? შეიძლება საერთოდ აღარ მოგვეკაროს. არავის, არ მოვიდეს, გაიქცეს და ასე რომ დაგინახავს სიურპრიზი ეგონები სათამაშო და გაიხარდება და მოვა. კარგი რა, ირაკლი რა. რანაირი რა არის? თან ამას რო ვიხურავ თავზე, ხო, ვერაფერს ვერ ვხედავ. ამდენი ხანი ისედაც ქეთევანი არ მინახავს, რო ჩამოვა, ვერ ვნახავ კიდე. აი, ლაშა, რა დაუნახავი კაცი. თან არ ვარ გამართლა რა, ირაკლი რა. რატო და აი მიჭეს რაღაცა, აი გაჭედილი ვარ ამაში. ეგ არ არის პრობლემა, გაიწევს ხმარებაში. შეხედე. კარგი, რატო ნერვიულობ ხა? ნახე, ეხავე აგიხსნი როგორ მოხდება ყველაფერი. ასისტენტოს კამი მოიტანე. აი, თხილად, დამძანეთ. ნოლაშა, დათუნია. მოდი. აი, ასე ჩემი დათუნიები. დათუნია. მომისვინე ხა? ეხა რა იქნება? შეხედე? მე ქეთევანს მოვიყვან, შენთან თვალე ბახვევს. ხო? აი ესე ქეთევანს მოვიყვან, თვალე ბახვევს და შენთან რომ მოვა, უცებ 100 აუხელ თვალებს. აუხელ შენ დახვდები ასე. ეგონება სათამაშო თან გაიხარდება, თან ცოტა შეეშინდება და ვაიმე იყვირებს. ეს ვაიმე იქნება შენთვის ნიშანი, ადგები და ჩაეხუტები. ვაიმე და ვეხუტები. ხო, გინდა რეპეტიცია? წამოდი სანდრო შენ იქნები ქეთევანი. მე ვიქნები ქეთევანი? წამოდი. ამასაც დავიხურავ მაშინ. დაიხურე, მიდი ნახე, გავიაროთ რეპეტიცია. კარგი. შენ ხარ ქეთევანი? თვალები ახვეული მაქვს რა? არა, მე უნდა აგიხვიო. ასე, წამოდი. ქეთევანი ვარ მე, ქეთევანი, ამერიკიდან ჩამოვედი, ამერიკიდან ირაკლი. ამიხილე თვალები ვაიმე უნდა თქვა. 1, 2, ჰოპ! ვაიმე! ჩაეხუტა. აჰა. ძნელია ახლა ეს? ჰა? ძნელი იყო? ჩავეხუტე ხო? არ ყოფილა. ხო, დაჯექი ხა რეპეტიცია გავიაროთ რა. რეპეტიციო? კი, მიდი რეპეტიცია. მიდი. კარგი. მიდი, გეხეთები, არ ჩამიგდოთ აი ეს დადგმა და ეს სცენა. კეთე. მიდი. ირა, აბა? რეპეტიციო? მიდი. აი. ვაიმე! 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 შენ რა გინდა ირაკლი, კარგი რა, ჰა? კარტოფილი დაიწვა. ამაკ სულ დაიწვა? არა. აი ეს ერთი გადარჩა. მოკლედ რა ირაკლი რა, მოკლედ რა. შენ ისეთი ტაფა უნდა გქონდეს რა, ისეთი ტაფა, აი რო შეიძლება კარტოფილი და მე რო უსტვენდეს. მიდი ბაჭაჭე, დათუნია კარტოფილა საკა, მიდი. იცი რა, თამარის ჭიპს სხვა ნომერი უფრო მოუხდებოდა. მაგალითად იუზა. ხო, მაგრამ იმ ტელეფონს მაინც ჯობია ოთომ რო გაჩუქა. გაჩუქა რა, აქ ჩუქნის ხოლმე, თეო. გამარჯობა ნატალია. ოთო. აქ რა გინდა შენ? უზარმაზარ ბაფთას ვეძებდი და გზა მაქვს მომიყვანა. ხომ არ იცი სად შეიძლება ვნახო? რა გინდა უზარმაზარი ბაფთა ოთო? დედამიწა მინდა გაჩუქო და შესაფუთად უჭირდება. მოდი ოთო, მოდი დავსხდეთ. ოთო რაღაც მინდა გითხრა. ეს არის ჩემი სამსახური, ოთო? ეს რა ტელეფონია? მე რომ გაჩუქე ის ტელეფონი სად არის? შენ რომ მაჩუქე ის ტელეფონი სად არის? ხო და ზუსტად მაგას გეუბნებოდი ოთო. ეს ჩემი სამსახურია. ხო და ის ტელეფონი დამრჩა აქ. ხო და ზუსტად მაგ დღეს გატეხეს ბანკი. გათხარეს აქ ხრელი, შემოვიდნენ ბარში და მოიპარეს ის ტელეფონი. რამდენი უწვალიათ, მაგრამ იმ ტელეფონისტვის კი ღირდა მომენტი. შემიძლია. არა, ვერ გავგე მან დრო ვინმე იყოს დასაჭერი და ვერ გაუკეთებ იმას, აი მე რომ მიკეთია და გაგექცეს. მე რა ვქნა ნიკა დაგელოდო. არა, გასაგებია ღმერთმა ნუქნას რომ გაგექცეს, მაგრამ რა ვქნა, კარგი დაგელოდები, კარგი ნიკა, კარგი. რა ქენი თამარ ვერ? არა, ვერაფერი ვერ ვქენი, საპნით მარტო ბეჭდის მოხსნა შეიძლება. ვინ ახარ შენ?
თამარ, ეს ოთოა ჩემი მეგობარი. ოთო ფართის მეპატრონე თამარი. ძალიან სასიამოვნო. ძალიან. სხვადასხვა შევამჩნიე ძალიან საინტერესო აქსესუარია. რა აქსესუარი შულო ჩამეკეტა. ჩაიკეტა და არ იცით როგორ მოიხსნა. არა, არ იხსნება. შენ იცი ოთო? ჩაიკეტა. მერე? შემდეგ ვაწვევით ცერათიც, რომ ამოვიგდოთ. რა უნდა ამოიგდოთ? აი ესე. რა არის ახლა ეს? ჩაიკეტა. თეო. ესე იგი, აქ დადგება. და იტყვის, ვაიმე. მე ამ დროს ხა, მოვიდე. მოიცადე. ქეთევანეს მე ვარ. მოგეწონა სიურპრიზი, მაშინ შევრიგდეთ. რაღაცა ის არის, ვინ მოვიდა? მოვიდნენ თქო, კაცო, მოვიდე, ვინ? სანდრო მოიყვანა ქეთევანი, დაწყარდი ხა? შედი და დაიმალე იმოთა. მიდი. ნელა, არ დაიმალე. მოიცადე, ირაკლი რავი ბრა. ეხლა იცი, ჯერო ეგ შევიდეს მე? არა, ეგ გათვლილია. დაღლილი იქნება ფრენით და პირველივე ოთახში შევა. ნუ ნერვიულო. მიდი დაიმალე, მიდი. მოიცა ირაკლი, მოიცადე წუთით. აქ უარ გაჩერდეს და პიდა ესე, ხო იცი როგორი ის არის, რა ქვია, ქაოსიანი ეგ და დაიწყოს ესე სირბილი, რომ ვერ დააოკებ მაგას და რა ვკნათ მე. ეგ გათვლილია, დაღლილი იქნება ფრენით და გაჩერდება. მიდი. ხო. ლაშა. და ვაიმეს რო იყვირებს და რო გაიქცეს? არა, ეგ გათვლილია ირაკლი. ფრენისგან დაღლილი იქნება და ვერ გამექცე. ხო. კარგი, და წავა შევედი ახლა. ირაკლი რაღაც სუნია. სუნია? ვაიმე! აი, რას მეკუთე? როლში შევედი რა ირაკლი. კარტოფილი დაიწვა. სულ დაიწვა კიდე ირაკლი, არა. ეს ერთი გადარჩა. ესე ირაკლი ესე თუ გავაგზელეთ, ჩვენ ერთ კვირაში კი ავავსებთ მაგთებს. მიდი. მოიცადე. მიდი, დროს. მოვედი. ქეთევანი სადა? ქეთევანი? ხო. არ მოსულა? შენ არ უნდა მოგეყვანა, კაცო? ხო? მე? ირა, მე ლიფტში შევედი, ქეთევანმა მეჩქარებაო და კიბეებზე სირბილი წამოვიდა. კარგი, მომისმინე. ხო. თამარმა არ უნდა გაიგოს. აი მე გავიგე ირა, აი იცოდეს. სანდრო, სადა ხარ? აქ ვართ, აქ. ირაკლი! ხო. აუ რა არის, ვერ გავიგე ხა, კორპუსი შემეშალა, თუ სადამ არა, გენაცვალი, გამოუხვიე. რაღაცა შემეშალა მე. მოდი. Good, fine. აუ რა მაგარი რემონტი, აუ ძალიან მომენატრეთ. აი ეს საჩუქრები თქვენ. ირაკლი პიჯაკი გიყიდე, მაგრამ მე მგონი დიდი გექნება. ძალიან გამხდარი. არა უშავს. აუ მოიცა ერთი წუთი. აუ ყველაფერი უნდა დავათვალიერე. აუ აივანი ძალიან მაინტერესებს. Cool. ძალიან მაგარია. აუ ეს ფარდები რა მაგარია, cool ყოჩა. ნახე იქითაც. სამსარეულო, აუ მარიკა რომ მეუბნებოდა ჭიქები ისევ. აუ აბა ეს კაკალიო. წაბლი, მატყუებით. ოთახები უნდა გავათვალიერე. კაკალი, იქით. უნდა შევიდე ოთახი დავათვალიერო. ხო გავთვალე, არა. კარგი. აუ ირაკლი, what's going on? ვერ გავიგე. არაფერი, nothing, ქეთევან, რის თქვა მინდოდა, იცი? აბჯულად მოგაგნო, სანდრო, როგორ დაგხვდა? რა მომაგნო, რა მიპოვნა. ესე გეითიდან რომ გამოვედი, ვიღაც ამერიკელ ტურისტს ჩაეხუტა, ქეთევა როგორ შესულხარო. ეს კაი მაიმული მასკარა. მაგარია, ყოჩა. ბასიბუსების ოთახი? აუ რა მაგარი ბასიბუსები გყავს, ირაკლი, აი სასწაული ბავშვები, კულტურულები რა გაზდილები, აღზრდილები. შედი დაათვალიერე დიდი ოთახია ბასიბუსების ოთახია. ვაიმე. მომისმინე ახლა. გამოიყვანე ის, დასვი აქ. მე ამას გამოვიყვანა ასე, როგორც მოვილაპარაკეთ, რეპეტიცია როგორც გავიარეთ, აი ახლა დავთვალები და ატყე მამავი როგორც გეხვეწებით თამაშს არ უნდა გააგებინო. ხო, გავიგე. მიხარია. არ უნდა გავაგებინო თამაშს. ალო, თამარ, შენ უნდა ამოსულიყავი ჩხეიძეებთან, ხო? ხო და აღარ ამოხვიდე. რატო?
ხანძარია, რა ვიცი. გამოდი, შენ კიდე რო გეხარ, მან და ყრი ბეწვებს, გამოდი. გამოდი. ნელა. მოდი. ო? არგი. შო. რასაკეთე? რაი? ირაკლი, როცა გეტყვი, მაშინ გამოდი. კარგი, всё, გამოყავს ახლა. გამოყავს. თამარ ბარ უნდა გაიგოს. მოდი. აუ, ირაკლი, რა სიურპრიზი? აი, მაგარი სიურპრიზი. აუ, ჩემი დაამარი. საფეხურია. აუ, ბავშვები ჩამოიყვანა სოფიდან იმ ქალბატონმა. აისა, დადექი, სიურპრიზი. 1 2 ჰოპ. Oh my god! Oh, რამხელა დაათვია. მოიცა, ფოტო უნდა გადაუღო. Twitter-ზე უნდა დავდო. მოიცა. აუ, უპს. იმოთახში დამჭა ტელეფონი. ტელეფონი დამჭა. მაიმე რა ხანძარია იდა. მოგეცამდები. საგარი რა დაიწყო? გითხარით რა ხდება წამოდი. რა ხდება? რა ხანძარია? ხო კარგად ხართ. რა ვიცი ხანძარია გული გამისკდა. რა ხანძარია? მაიმე. არ ვიცი. აი ვიპოვე. რას მეუბნე? ვინახარ შენ? ანჯერა. კეთინო. მოდი გოგო. არა. თამარ. მაიმე კეთინო. ვაიმე გოგო. მართალი ხარ მაშალა. მართალი ხარ. ეგ როგორ ვერ გავთვალეთ და ხელა ხალხი ვართ. ეს დათვი იყო მაიმუნობა მართლა რა. აბა გით გეუბნებოდით არ დააბჭა. არა, უნდა დამეჯერებინა რა. არ გვეკადრება მე და შენ ხარ. დათვი რა ცირკი დავდგით. ხვალ ცადოთ მარტორქა. კარგი რა არის რა ირაკლი. ლაშა, მომისმინე. ეხლა სანამ თავის ბინას გაარემონტებს კეთევანი, თამართან უნდა იცხოვროს, ხო? დიდი ღომში. კი, ირაკლი, წარმოიდგინე 2 ღლონტი დიდი ღომში, ჰა? კიდე ქარი და გრიგარი უნდა და იმ დიდი ღომში. კარგიო. ო, ეს უმია, ხო? ტყევანი მოას კი არ ეტყობა. თქვენ გენაცვალოთ დედა, ვაიმე ჩემი მიშიკო და ჩემი გიორგი გენაცვალოთ დედა, როგორ მიყვარხართ დე. ვაიმე როგორ მენატრებოდით დედიკო გენაცვალოთ. ეხლა რო შეჭამთ, მერე ითამაშეთ ჩემი ჩამოტანილი სათამაშოებით, ხო დედა? დედიკო. ვაიმე რამდენ სჭამთ დედიკო, არაფერს არ გაჭმევთ დედა, გენაცვალოთ დედა, გამიმიჭა. რაო ქეთევან რას ამბობდი? გაიგე? ვერ გავიგე და იმიტომ ვიკითხე დედი. რა და ალბათ ჩემს შვილებს 3 წლების განმავლობაში რამდენი რამ აკლდათ თქო. ამ ბავშვებს არაფერიც არ აკლდათ. დედის ხელს თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა. გენაცვალოთ თქვენი ბებია თქვენ. არა, დედა მაინც სულ სხვა. ბებია ვერ შეუცვლის დედის სითბოს ბავშვებს. მაინც ასაკშია. კარგი, დედა, მოდი, დაჯეკი დედიკო შენც, მოდი დაჯეკი დედა, რა საბძანდით, დაბრძანდით, ქალბატონონელი დაბრძანდით. კეთევანი, დიდი მადლობა საჩუქრის. რა სამბობთ, მამა, ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ. ეს ნამდვილი ამერიკული სიმინდის ვისკია, ხო? ჩვენებურს კი არ გავს, მეორე დღეს რომ ცუდად ხარ. ამას რომ დალებ, ერთი კვირა ფეხზე ვერ ადგები. მურთას მეტი აღარ დალიო. კარგი.
ხო. კეთევან. დიახ. მეც მინდოდა მადლობის გადახდა. იმ კაბისთვის შენ რომ ჩამომიტანა. არ მეგონა ასეთები ნიუ-იორკშიც თუ იყიდებოდა. არაფრის დედა. ვაიმე, რამდენ სჭამთ ბავშვებო, დედა გადავირიე, რამდენ სჭამ მიში. ჭამებები კოჭა მეგინაცალი. შენ რა გენაღლება დე? რაო დედა? რას ნიშნავს მე რა მენაღლება? ბებია შენზე სული მასამობს, მაგას რა ენაღლებაო? არა მე უბრალოდ მე ზოგადად ამერიკას და ამერიკელებს გულისხმობდი. რა უჭირთ მაგათ თავზე აყრიათ ყველაფერი. ჩვენ ვიკითხოთ. დენი ირთვება, მიტინგები. დენი ბოლოს როდის გამოირთო ერთი? მე არ მახსოვს. შენ გეძინა მურთას. მიტინგები როდის იყო? გეძინა მეთქი გითხარი. მე საერთოდ ამერიკა ვიგულისხმე. ხო, ამას ვამბობდი. ბებე, იმასაც ამერიკელებზე ამბობ ხოლმე, მაგდებმა შეჭამეს ჩემი შვილი და გამოხრესო. ამათი ძილის დროს არის ლაშიკოვანი. მოიცა დედა, დაჯექი ერთი წუთი, რა დროს ამათი ძილია დედა, დაჯექი, დაწყნარდი. ეხლა ამათი ძილი ჯერ ადრეა, ბავშვებო, ეხლა თქვენ თუ მორჩით მამიკო, ხო ჭამას? გაიქეცით და ითამაშეთ, მიდი. კომპიუტერთან მევждები. მიშიკო, ეხლა შენ ჭკვიანად, მიშიკო, დედა. გიორგი, მოდი დედიკო, მომისმე დედიკო. ეხლა დამპირდი დედიკო. შენ და მიშიკო არიჩხუბებთ ხოდე? ჩვენ და მამამაც არიჩხუბოთ. არა, მამა, არა. შენ მიდი გაიქეცი, ეხლა მიდი და ითამაშეთ. შენ და მიშიკო. ლაშიკო დედა. კეთევან შვილო, იცი, თავიდან ვერც კი დავიჯერე თქვენი შერიგების ამბავი. მერე რა? მე ახლაც არ მჯერა. რას ამბობ, რადგან თქვენ შერიგდით. აი, მურთას ვეუბნებოდი, ერთი პატარა ქორწილი გადავუხადოთ. ამას კიდე ქორწილი უნდა. კეთევან გაგიმარჯოს. მადლობა, მამა. მე შენაირი ზალი არ მყოლია. იქ რაღაც 1-2 რაღაცას სწავლობდა, მაგრამ მოდი კეთევან. შენ ჩამოსვლას გავუნდა. პირველი სრულდება კეთევან. ჩვენი შერიგების, ვითომ შერიგების დრო იწურება. ვიცი. კეთევან. რა მაინტერესებს ცი? აი, ამერიკაში რო იყავი, აი ყოფნის დროს, უფრო გენატრებოდი თუ უფრო არ გენატრებოდი? 50-50. შენ გონია ეხლა ვერ ვხედავ რომ გადმოჯექი, მა? ხო. კეთევან, ეხლა აი რაც ამერიკაში ხარ წასული. დავიჯერო ერთხელ მაინც არ გიფიქრია ჩვენ შერიგებაზე, ჰა? კი. როგორ არ მიფიქრია? ჩვენი ქორწინების დღე იყო. ხო და იმ დღეს საცხობში ხაჭაპურის ცომი ჩამივარდა. ადრე დავკეტე საცხობი და სახლში წამოვედი. გარეთ წვიმდა. ხო და ესე სახლში მივედი, დავწექი რაღაც მარტოობამ გამიტაცა და ვიფიქრე, ხვალვე ვიყიდი ბილეთს და ხვალვე გავფრინდები საქართველოში და ლაშიკოს შევურიგდები თქო. ხო და ესე მივედი კომპიუტერთან, ბილეთი უნდა დამეჯავშნა. ხო და ამ დროს დარეკა იუზამ. თამარზე იმდენი მაცინა. მოკლედ აი ეს მომიყვა თამარმა სამტრედიაში ბლის ხესზე რომ კიბე გვაქვს მიყუდებული ის და აქვს მანქანითო ჯიპში ადვილად რომ ავიდეს და ჩამოვიდეს ხო იმდენი მაცინა საერთოდ დამავიწყდა თბილისში გამოფრენა ძალიან ბევრი ვიცინე ხო და მეორე დღეს ისეთი კარგი ცომი ამოვიდა საცხობში გაგიჟდნენ ამერიკელები. ხო. ისა, შენ მომისმინე. იუზა შენ დაარეკინე, ხო? დაანებე იმ კაცს თავი. შენ თხოვე, ხო ეს ერთი დღიანი შერიგების ამბავი.
შემჭამა აღარ შემიძლია შეურიგდიო რა. დღესაც სანამ აქ მოვედი გზაში 4-ჯერ დამირეკა, ხომ მედიხარო და მოვედი რა ვქნა. აი მე მგონი დავთვერი, რაღაცებს ბოდიალო, მე ცუდად ავარ ლაშა. კეთევან. მე უშენოდ იცი? ჩამოუგროლებ ჩემ საქართველოს. ისე მართლა მაგარი ყოფილა შენი სიმინდის ვისკი. მოდი, ულამაზეს დეფე პატარძალს გაუმარჯოს. დაასხილაშა. არ მინდა მამა რა. მე არ მინდა ვერ დავ. რა იყო, ძოლი ხორცშევენ ბიჭო. კარგი. მურთაზ. წავიდა. დაწვა. დაიძინა. ესე იგი გჩა. ჩამოუგროლებ ჩემ საქართველოს. ხომ არ მოგეხმაროთ ქალბატონონელი? მე როგორც გინდა დედიკო. ოკეი. კეთევან, მადლობა მინდა გითხრა რომ დამთანხმდი ამ ესე ვთქვათ ვითომ რო შევრიგდით სანახავად. კარგი რა ლაშა, რა მადლობა. ბოლოს და ბოლოს უცხოები ხომ არ ვართ. არა, უცხოები არ ვართ. იმდენი წელი ცოლქმარი ვიყავით. ხო. ბევრი ხანია ცოლქმარი ვართ. თან 2 შვილი გვყავს. 2 შვილი გვყავს, კეთე. მაგრამ იცი რა შენ გააკეთე, მის პატიება უბრალოდ არ შეიძლება. ეს რა არის? რა დაჭმოჭნულია? ვერ დაგიუთავა იმან? ვერა. ხო, მალე რომელი საათია? მალე წამოვალ, ხო. მოიჭა კეთება საწახვალ დარჩი რა. რა დავჭი, მოიც არ არსებობს. ხა მე აქ ვერ დავჭი თავგამ. მალე წამოვალ, ხო. კი, მალე ძალიან. ასე გვიან სადღაც წახვალ კეთება. რას ქვია საწავალ, ხში წავალ, ხა მე აქ არ დავჭები, მეორეჯერ აღარ მითხრა, მოიც. ხო, თამრი, ხო. მალე წამოვალ, ხო. თამრი თამრი, ეხა მომისმინე, ჩემი და ხო ხარ. თამრი, ეხა არ დაიწყო რაღაცები რა დაო. მომისმინე თამრი, გეხვეწები, თამრი უნდა გამიგო რა. ლაშიკოც წამოვა რა. ხო, ბავშვები კარგად არის. ხო, მურთაზი და დელიც. მოიცადე, მოიცადე, გეხვეწები ერთი. ხო, თამრი, ხო, მე რა მჭირს? მე ვარ ძალიან ბედნიერი, თამრი. ხო, გამარჯობა. რა გინდა ირეკლი? შენივრად ამაქვს მიმოზას ხალათი, რა კი. მეცობს. აი გეგონება ლაშა შენზია შეკერილი. ხო ხა რო დაგინახე მიმოზა მეგონებ. მოდი, მოკლედ, მოდი. ესე იგი, აი ამ კაბინეტში შევხვდი დღეს იმ საფეხბურთო კლუბის მეპატრონეს, ხო? გამარჯობა. აქ შევხვდი, მოკლედ, ვითომ შენ ხარ ჩემი მოადგილე და მარჯვენა ხელი, ირაკლი ჩხეიძის მოადგილე, მოვა ის კაცი აქ სერიოზულ გარემოში დახვდები შენ სერიოზულად, დაელაპარაკები ხომ მართლა, გაიცანი ჩემი ნამდვილი მოადგილე და ნამდვილი მარჯვენა ხელი, ქავტონონა. გამარჯობა. ქავტონონა, ეს არის ლაშა ტორონჭაძე. ჩვენთან რომ არის გაფორმებული დირექტორის მოადგილედ. დიახ. ქავტონონა და თქვენ ისიც გემახსოვრებათ რომ ჩვენ ლაშა გავაფორმეთ იმიტომ რომ დავხმარებოდით მას ამერიკის მისის აღებაში. რაც წარუმატებლად დამთავრდა. სამწუხაროდ ქავტონონა ამჯერად ჩვენ ლაშას უნდა დავეხმაროთ
სამუშაოს შოვნაში. ირაკლი, ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ მდივანი გვესაჭიროება. არა, ქალბატონო, თქვენ ვერ გამიგეთ. ჩვენთან არ იწყებს მუშაობას, ლაშა. მაშინ გამარჯობა. მოგეთ, ლაშა, დაჯექი, ეს დღეს გეტყვის 1.48 გამარჯობას. არ მიაქციო ყურადღება გეხვეწებთ, რომ შემდეგ შეიშალო გადადგეთ ყურადღება. ირაკლი, მესმის. მე მიხარია, რომ სმენის აპარატი წესრიგში გაქვთ და ყური ჯამთელი გაქვთ ქალბატონო და ძალიან მიხარია. მოკლედ, დღეს ლაშა ტორონჯაძე ჩემ კაბინეტში უნდა შეხვდეს საფეხბურთო კლუბის მეპატრონის. ფეხბურთი. არა, იცით ქალბატონონა, მე დიდხანს არ მოგახდენთ. უბრალოდ მინდა რომ იმ საფეხბურთო კლუბის მეპატრონი მიფიქროს და მინახავს რომ მე ვარ მას აქვს საქმე ძალიან ესეთ გამოცდილ, მოქმედ, კვალიფიციურ ექიმთან და რომ იქით კი არ უნდა ეხვეწებოდეთ ამიყვანეთ სამსახურშიო, არამედ აქეთ უნდა გითხრან მადლობა, რომ ასეთ სერიოზულ თანამდებობაზე ამბობთ უარს. კი. დედა, რატო არ მიკვირს, რომ ასე გაუგეთ უცებ ერთმანეთს? სულ არ მიკვირს. რატო არ გაუგებდით? გენაცვალე, ამას 5 ცოლი ყავდა და შენ 3 ხმარ. რა კარგი გუნდი იყო ეს ბარსელონა, ნახერას თამაშობდნენ, ან რა პასები იყო, ან რა გოლები. ოხ, ეს ლუის ენრიკე რომ მომიყვანეს, აი მის მერე დავიღუპე რა. ირაკლი. რა დღეში ხარ შესაძ. სად დავჯდე? აი იქ დაჯექი თამარჩი. მე ვიცი სადაც დავჯდები რა. რა არის რას უყურებ, ხა? რა ვიცი თამარ, არ ვიცი გადავრჩები თუ არა დღეს ისეთი რაღაცა დამავალეთ და ისეთი რაღაცა უნდა უთხრა კეთევანს და იგება საერთოდ აღარ მეღირსოს ფეხბურთის ყურება და უყურებ ბარსელონას საუკეთესო მომენტებს რომ წყნარად წავიდე. რა ვიცი აბა. გადავრჩებით ირაკლი. გადარჩები. მე რა მაინტერესებს ერთი წუთი. მე რატო დამევალა ეს? მე რატო უნდა უთხრა კეთევანს იუზა მოკვდა. აი მითხარი, ჩემს მეტი არავიდან არის. შენ იცი ძალიან კარგი თქმა. მეც ხო შენ მითხარი. მე რო გითხარი, არ გახსოვს მაგას რა მოყვა? მეც მახსოვს, მარიკასაც ახსოვს, მეზობლებსაც ახსოვს, თამა. და ბავშვები რო თამაშობდნენ ეზოში იმათაც ახსოვს. იქ ქვედა მეზობლის ხელოსნები ლამინატს რო აგებდნენ იმათაც ახსოვთ. და იმათაც ახსოვს, არ მახსოვს ვინ იყო. უკონტროლო გავხდი ირაკლი რაღაცნაირად ეგ რომ მითხარი და მოკლედ დღეს გელოდები ჩემთან დიდ დიღომში და გამოდი რა. ვაიმე არა რა. რატო? გეხვეწები აქ მოიყვანე კეთევანი და აქ ვეტყვი. გეხვეწები დიდ დიღომში ვერ მოვალ იქ სანტიაგო ბერნაბეუზე დაღუპვას ნოუკამზე მირჩევნია იცი. კარგი თამარ, ფსიქოლოგიურად მომემზადები. კარგი წავედი მე თამარჩიკ და. სამივდივარ და იქ მივდივარ თამარ. პირველ სართულზე გამოვაკრეს კორპუსის ევაკუაციის გეგმა კატასტროფის დროს და ამაზე დიდი კატასტროფა რა უნდა დამემართოს. იქნებ გადავრჩე თამარჩიკ შევხედავ. ხო, რა ვიცი, მაინც ხო იცი რაღაც ასე თავს მიმხნევებ რაღაც ისეთი იუმორი დაღუპვის წინანდელი რა. ბატონო ვასიკო, აი როგორც გითხარით, როგორც ნახეთ, ეს არის ჩემი სამუშაო ადგილი. რა ვიცი, უმაღლესი კლინიკაა მართლაც, ძალიან კვალიფიციური პერსონალით. სიმართლე გითხრათ, მიჭის აქაურობის დატოვება, იცით? Короче, რატომ ჩამოვედიან ახლა საქართველოში? გუნდის გაკეთება მინდა. საბავშვო გუნდის, ფეხბურთის გუნდის, კომანდის. ყველაფერი მზადაა თითქმის. ბურთებიო, ფორმებიო, სტადიონები, კიდევ 1000 წვრილმანობები კიდო და короче, ექიმი მინდა მარტო ახლა, ექიმი. დიახ. პასუხე, დიახ. ახ, ეს შემოვავიჯო. Сборная тренер что идет? Алло. О, демо, мучорай. Скажи. Полонетиш, ляпис билетебио. О,
ლოჟა, ხო? გეხარ, დემო, გეხარი. ეს მოვიტანა და მოდა, ფეჯადის ხო მიგენთ, ა? რა ხდება გავდო? უცხოელი ინვესტორია და Vasigichka unjore vamozirada unjore. Vasigich jgiro gexari. Kai gegora udgari. Ezgoliari zigad. Agera usho Polonetan tamaşa rasizamda da movigebto vidga. Medera chemteri mara. Რას ვამბობდი ძაღან? რას ამბობდით ბატონო ვასიკო და ექიმი მჭირდებაო ესეთი კარგიო. კარგი ექიმი აუცილებელი. ხო და თქვენთან მომასწავლებს და რასის ამახლა წამოხვალ ჩემს კამანდაში. ისე კამანდა კარგი იქნება იცოდე. სპორებზე წამოხვალ. კაიაჩენსკი გინდა. ხადიშენსკი. რაგბიაღაზო იმაზე. ნუ რა მნიშვნელობა ყველგან წამოხვალ. ქალბატონო ნონა იქნებ უთხრათ პერსონალს რომ თათბირი გადავდოთ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს ახლა დიახ ბატონო ლაშა და მინისტრს გადავცემ რომ შეხვედრა გაქვთ და გადადონ თქვენ გაიხარეთ ია კარგად ყოფილიყარ მოწყობილი და ხო წამოხვალ ჩემთან კამანდაში რა არც იცით ბატონო ვასიკო ჩემს უფროს უნდა დაველაპარაკო და შეუთანხმდე მაინც ხო როგორი კაცია შენი უფროსი ფეხბურთი თუ უყვარს ა კი უყვარს ბარსელონას გულშემატკივარი მაგარია ბარსა აკეთ მესი იქეთ ის უკან მთელი ამბები კიდე და დაველაპარაკების შენს უფროს. არა, არ არის აუცილებელი, არ არის საჭირო პრინციპი ჩემი გადასაწყვეტი ახლა ყველაფერი და მე ვფიქრობ რომ იცით რა ბავშვებთან მაინც ჯობია მუშაობა. ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს. რა გაშენა ღმერთ მაგაც რამაიმ პატარ საკითხებს მე გავივლით და ახლა მთავარი რომ ბატონო დაშა მთავარი ახლა დოპინგზე რა აზრის ხარ თქვენ? არავითარი დოპინგი მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ არა სხვანაირად გამიგე მე სხვა დოპინგზე გავაბარაგები შეგახლა არა ეკი ბატონო ეკი კარგით აბა დროებით აკეთ ესეც ასეა. ხო ვიცი რომ დღეს რაღაცა მოხდება და მაინც მზად ვიყო. ვაიმე ირაკლი რა დღეში ხარ? ჩემს მეტი არავინ არ იყო კაცო. აუ ირა. ნახე რა მაგარი რამე ვიშოვე. აი ისთვისა, შეხედე? აი ესე ქეთევანს უცებ, ჩავასვლა და გავკოჩა. კარგი სანდრო, გეხვეწები არ გინდა რა. არ არის ხა ამის მაიმუნობის დრო. რა გავკოჭოთ, რა ჩავასვლა. მაგისთვის არის ირა. ვაიმე გეხვეწები სანდრო, ჯობია ეს ჭურჭელი გამატანინე რა. გაგატანინო? ხო, რო არ დალეწოს ქეთევანმა. რადგან რატ უნდა დამალო? უნდა დაუმალო ხო? აუ, მაგრამ ეს გეტყვი ირა. მე ესე ბავშვობაში ჩემი სხვენზე მქონდა შტაბი გაკეთებული. ხო და აიმე სანდრო რა შტაბი ეხ ამის დრო მაგ მითხარი აი კატასტროფის წინაშე ვდგავართ მოკიდე და წამოიღე აბაზანაში უნდა დავმალო ირაკლი ესე ამ ბოლო დროს შენ ფიქრი საერთოდ აღარ გიყვარს ცოტა ხო უნდა დაფიქრდე ჭურჭელს რა უნდა აბაზანაში ვაიმე სანდრო გეხვეწები რა არ არის მაგის დრო მოკიდე ხელი და წამოიღე რა და ეს ჭიქები ეგ ჭიქები იყოს დალეწოს ქეთევანმა არაძოს არ მომწონდა მაინც წამოიღე ქეთევანია? არა. და. ქეთევანი და? თამარია, სანდრო. თამარი. ქეთევანი და თამარი. ქეთევანის და თამარი. ეგ რა ქართულია ირაკლი ესე გამოდის. ქეთევანის და თამარის. ვაიმე დადე ეგ ჭურჭელი აქ.
დადე და კარი გააღე, ნუ დამაწყვიტე ნერვები სანდრო რა. აბა დაო. დაო. ჭირი მე რა. ეს სად არის ირაკლი? ირაკლი აბასანაში შეიტანა ჭიქების და თეფშები. საცშვებით მოვა ახლა ქეთევანი. ვაიმე თამარჩიკ, შენ არაფერზე ინერვიულო, მე მოემზადე ყველანაირად მობილიზებულია, სახანძრო, სამაშველო, სასტრაფო, ყველაფერი, ყველა მსახური. კარგი რა, რა დროს ხუმრობაა, ძალიან ნერვიულობ ირაკლი. კარგი ხო, მოდი გავი რეპეტიციო. თან ნერვიულობ. ვიცი, რეპეტიცია უნდა ამას დაჯექი, მოემზადე თამარჩიკ. ესე იგი, მზად ხარ? კი. კარგი. კარგი, აი ესე ლამაზად, მოკლედ. რეპეტიციას გავდივართ. მე მოვდივარ ასე. ქეთევანი. ირაკლი. ეხლა შენ მე მართლა გადამრევ რა. თამარია ეს, თამარი. სანდრო, წყალი მომიტანე რა. მიდი სანდრინიო, წყალი მოვყვანდი, გავი რეპეტიციო. ქეთევანი, იცი იუზა გარდაიცვალა. რა? არა, ეს უნდა ავიღოთ. ეს მე არ დაგვავიწყდეს სანდრო, უნდა გავიტანოთ, თორე ამას დაამტრევს ქეთევანი. მე რა მოხდა ირაკლი, თხილი და კაკალია დაამტრიოს რა. აღარ შემიძლია, გვაცადე რა სანდრო რა, გვაცადე რა. გიხვეწები სანდრო რა, გვაცადე. ხო ხედავ რომ რეპეტიციობთ, ხო და კიდე უნდა ვირეპეტიციოთ. რა რეპეტიცია ირაკლი, უფრო მაგარი რაღაც მოვიფიქრე. რა? ანუ როგორი რაღაც უნდა მოხდეს, იცი რომ ქეთევანს კი არ უნდა ეწყინოს იუზას სიკვდილი. ისე უნდა უთხრათ, რომ უნდა გაუხარდეს. ვაიმე, თამარ, დავიღუპეთ. ეს ეხლა ცენტრალური სადგურიდან გაითიშა. მომისმინეთ, ძალიან მაგარი რაღაც მაქვს მართლა მოვიფიქრებული. ვითამაშოთ. რა ვითამაშოთ, სანდრო? ნამიოკობანა ირაკლი, რა გჭირს? ნამიოკობანა. შენ დედა იქნები. შენ იყავი დედა. ეხლა ნახე როგორ რაღაც ვაკეთებთ. მე ესე დავწვევი. ესე. და ქეთევანი რო შემოვა, სანამ არ გამოიცნობს რომ მე ვარ იუზა, მე ხო ვიტყვი ესე, აბა მე ვინ ვარ თქო, სანამ არ გამოიცნობს, მე არ წამოვდგები. მიხვდი? ხო და რომ გამოიცნობს და იტყვის იუზაო, წამოხტები და ვეტყვი, გამოიცანი ქეთევანი იუზა ვარ თქო. ხო? არაფერი შენ არ გეშველება, სანდრო. რატომ დამიბარეთ? რა ხდება, რა შეკრება? რა ხდება? აი სანდროცა. აი დაჯექი. დაჯექი. ერთი ამას გავიტან კიდე რა დამოვიწყო. ერთი წუთი, როგორ მომენატრა. აი, გამიტეხე რა. ჭიქები კი არ უნდა გაგეტანა აბაზანაში. აი ეს უნდა გაგეტანა აბაზანაში. რა უნდა ჭურჭას აბაზანაში? დაჭურჭელი. მე არაფერი ჭურჭელი. სანდროა, ხო იცი ეს გაჩილა. ქეთევანი. მოკლედ ახლა რატო დაგიბარეთ? რაღაცა მინდა რომ გითხრა. მოიცადე ირაკლი. აი. რაღა დროს კოღოები აქვს. აი. ხო და მოიცა რა? უთხარით უკვე იუზა რომ მოგდა? ქეთინო დაო, ჩემი ბრალია მე არ გეუბნებოდი შორს რო იყავი, ვიფიქრე ვინერვიულებდი და იუზა კი არ გირეკავდა შენ ამერიკაში, ლაშა გირეკავდა ხოლმე იუზას ხმით. ქეთინო გეხვეწები, ქეთინო შენ რო რამე დაგემართოს ახლა ნერვიულობით ჩემ თავს არ ვაპატიებ. ხო, მოდი ლაშა, მოდი დაელაპარაკე იუზას, ავით ვიცი რომ მან თხარ, მოდი ლაშა. მოდი ლაშა, დროს აი დაელაპარაკე იუზას. იუზა ვარ, იუზა. კარგა. იუზა ვარ, ვერ ვაკეთებ რომ გავი რეპეტიცია და მე. იქით გავა. ხო, მინდი. ხო და. ქეთინო. ჩემი ბრალია ქეთინო. აი ესე იუზა რო გარდაიცვალა.
მე მაპატია რაკეტი ვერ გითხარი. ой, სიკინეცელი.